ესე იგი ყველა ხელოსანი ერთნაირი რატოა? აი თქვენ გეცოდინებათ. რომელი საათია გვაცა? ჯერ საერთოდ რომელი საათზე დავიძინეთ? 9-ზე უნდა ყოფილიყო. წამოაგდო ნინოს კუხნის. სამზარეულოს ხელოსანმა. ძალიან უბედურად ცხელათა. გონი ახლა გამოვიდა ხაშურიდან. რაი გეუბნები. ამოვიდეთ და რომ დამირეკავს ჩამოვხედდები. გონოები რომელი საათი? წავიდე? ბავშვებს ეძინათ რა თქმა უნდა დავტოვებ. ძინარები. აი ისინი ჟარაც აყიდა მაინც ბარეთ. უკვე შიშით რო შემოდიხარ ხო? აი გადარჩა ხო არ გაიბერა. ჩეპე მოხდა. ორი სართული ჩარეცხოვრო გეუბნებია. და ნინო უკვე 2 წელი გადადო თავი. ანუ 2 დღის გაკეთებულ ბინაში, 2 დღის გაკეთებულ ბინაში, სადაც არ ცხოვრობენ, რა უცხოვრიათ. გასკდა წყალი. ისეთი ჩეპე მოხდა, ზუსტად იმ ღამეს, როცა ნინო და ბავშვები მიფრინავდნენ. საშინელება, კოშმარი. ყველა კოშმარმა ხმამის თავზე უნდა გაიაროს კიდე. და ვითომ პატარა სივრცეა ერთი შეხედვით, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან საყვარლად და ფუნქციურად უნდა გამოვიდეს. გაჩვენებთ ისე როგორი გამოუვა ბოლოს. მოვიდა, კონცა დახვდა. მინდა თქვენია რომ ფერიოდ დატოვეთ და წადით და მე მიხედავ როგორ წავიდეთ შვიდ ღამე. მე ყავა მინდა ისე ვერ ხიზლდები. მოდით 4 საათი მეძინ სულ. ჯერ სიცხის გამო. ნუ ახლა სიცხე კიდე იმდენად არა. ვინ დავიძინეთ ძალიან. სწორად გამოვედი, კარი. წავედით. თამაშები ჩავიდეთ საბლაგოს ტრა ჩამოსახსნი და უნდა. იქ ჩავიდეთ პარკინგზე და იქიდან ამოვიდეთ. მოიაქვთ. ნინო, მადლობა ყავისთვის, ნინო და გიპოვია ესე კაკრას. ჩვენ უკვე აღარ გქონდა. გამწოვიდა ნიჟარა. არ გქონდა ნაყიდი და წამოვედით დომინოში. ნახოთ. ბომჟები. დედა. ვაი, მე რა კარგებია. ჯანი პატარა. საყვარლებია. სანამ შერჩეული ნივთების შეფუთეს და გამოგვიტანეს ჩვენ დრო ვიხელთეთ და დავათვალიერეთ რაღაც დეკორაციები, ეს არის ჩემი სისუსტე. ძალიან ძვირებია. ისე ვიქიდან თუ შეარჩევ. გამწოვით შევარჩიეთ და მე გადავეშვი ჩემ სტიქიაში. აი ასეთი მინდა. აი ასეთი ისინი რო პატარაა, ძალიან კომფორტულია. ჩემები მთლიანია. ჩემი გაზი არის მთლიანები და აი ესენი მოსავლელად არის ძალიან ცუდი. მომწონს ეს უთოები. აი ახლა რაც მოხს ეგ რომ მოკვდება. ჩემი ეგ უთო რომ მოკვდება, შემდეგი აუცილებლად ეს იქნება. აუცილებლად. ასეც ვიყიდე. ჭურჭლის არაცხი მანქანები, არა ჩემი სამზარეულო ვითხოვს გადაკეთებას და როცა გადავაწყობ ისე როგორც ჩაფიქრებული მაქვს. მე უკვე ჩამეტევა ესეც. ძალიან გიჟებია. ძალიან ძვირები. ეს აფრი. რა ფასიც აქვს, ეკა თუ გამოიყენებს ადამიანი ეგრე. არ ვიცი ვერ ხვდები, მგონია რომ ვერ გამოვიყენებ. არ ვიცი რატომ აქვს ეგეთი წარმოდგენა ამათზე. მოვგვარდით ამასობაში. ფას 20,000 სულ რაღაც ჩეს გაგდებული ძაღლები თვალი რაც გავაღილეთ გარეთ ვართ
გული მიმდის იცემშია და მგონი ყველას, მგონი არა ყველას ხშია და ხო და გემრიელ ლობიანებს ამოვაკითხეთ სოფელ დიღომში. ჩვენი ბავშვები არიან, ჩემი ძმები და ზიცე. შუაში. მოდი. ეს დაიჭირე. Come on. აკო, იქა, ხახას გამოვიტან რა. აი, ქეშა თუ მოგიდეს? დღეს უნდა წავსულიყავ ვითომ სახლში. მაგრამ რა სიძახი ახლა რო არ ვნახო როგორი გამოვა? გული წამივა. 1-2 კვირა მართლა ფეხის გამდგმელი აღარა ვარ სახლიდან. მორჩა. სახლში უნდა ვიჯდე. გვიან რომ დავალაგებთ. ეკაჩვენებ თქვენს როგორი გამოვა. მგონი არ წანგელა გამოვიდეს. რადგან ავეჯის აწყობას ძალიან დიდი დრო დასჭირდა და ძალიან გვიან დასრულდა, იმ ღამეს ვერაფერი გავაკეთეთ, ამიტომ მეორე დღეს მოვიკრიბეთ ძალები და დასალაგებლად წავედით. ერთად ვნახოთ რა გამოვა საბოლოოდ. მოვაკითხეთ. კი არ გვეზარება. Hola. Oh my god, ეს ნინოს სამზარეულო. ძალიან კაი გამოვიდა სხვათა შორის ყოჩა. ყოჩა ხელოსანს. აქ კარები მოვიდა ცოტა ესა. პატარა ხო? ხო. კი არა და დიდი. დიდი და აწყობის დროს ცოტა შემოწევა და სჭირდათ და იქ კარები მერე ცოტა ჩამოსაჭრელი გახდა და წაიღო და მოიტანს მოკლედ. ოდესღაც რომ არა მალე მოვალო, კაი ჯორი აგა. აი მე ძალიან მომწონს. საერთოდ ვერ ვიფიქრებდა კაცი რომ ხა ესენი ასე დაეტეოდა და დაიდგმებოდა. შეგვიძლიათ ამომად დავტოვოთ სახლები და წამოვიდეთ მე და გვანცა რა ვიცი პრობლემა კი არ არის ნინო ერთ ტელევიზორსაც ბარემ თუ დაგვიყიდე ბარემ ერთ ტელევიზორსაც თუ ჩამოგვიყიდებ ნინო აი თავი ქუჩი გვექნება აი ხარა ტელევიზორი ახლა ჩვენ ვიყიდოთ აი ხო შენ მოიყიდი ჩვენ ვიყიდით დავიკიდებ The sun is shining bright like a colorful aurora. It paints the world in hues of orange and white and more. I'm gonna start packing my bag. I'm leaving all worries behind. Let's go. I need to get my own summer style back. The breeze is playing soft through the palm trees loft. Seen it whisper secrets of each land. The sound of the waves lapping on the beach is like a pleasant melody. რა გადაიხადა ამ სახლის დალაგებაში გვანცა? 758 ლარი. მართლა? უფასოდ მოგონავე. რო ჩამოვარდე მოგიწევს ისე. უმკურნალე? საათიანი მიშვე. მართალია სწორი. წამოგახედებს უცებ ხო? The sun is გვანცას დალაგების ვლოგი იქნება. რამდენჯერ შეთავაზე გამიწევი რომ მოვაფიქრე ხოლმე დავალაგო. მე ნამუსი მაწუხებს შეროალაკი. მეთქი კონცერტი. ადეგი გვანცა მიდი გადმოყარი ახლა შენც? ხო არა, ჩემსაც მოქმედებს ძალიან დადებითად დალაგების ვიდეოები. კომენტარი იყო დალაგების ვიდეოებს ველოდებიო და მინდა. ხშირად არის ხოლმე ეგრე. ველოდები თუ შეიძლება. რა შეიძლება დავალაგო სახლში განსაკუთრებით. აგერ ახლა სახლში ჩავალ და აზრი მომაწოდე თუ შეიძლება.
მე რა კარგი ახალი, ყველაფერი კაია. იმისა რომ არის პატარა. ხება ხლა ერთულება კაი ამას როდის გავწმენთ, თორე გენეროს მიშლის. აი ეს მომტვერილი როა და შუშა კარგად არ პრიალებს. ეგა. ხო და ხეები კი გავწმინდა, მაგრამ შუშა უნდა. მიუხედავად იმისა რომ არის პატარა სივრცე, რამდენი კვადრატი გამოვიდა მიგონს შენ გახსოვს? ეს თლიანად 51. არა, სამზარეულო რამდენი? ზარეულო 10. აი ხლა იქ რაც გაკეთდა 10 კვადრატი გამოვიდა. ავეჭი რა. მე ვფიქრობ რომ ძალიან ფუნქციური გამოვიდა. არ ველოდი და რაც ყველაზე მთავარია, მეგონა რომ ძალიან დაპატარავდებოდა სივრცე. მე არ ვარ ვიდეოებისთვის დაბადებული. გამოპრიალება მიმდინარეობს. დავამთავრეთ. აქ ცოტა ხმამაღლა ვფიქრობდით. მე და გვანცა ძალიან ისე შინაურულად. ხო და არ ვადებ მუსიკას მაინც, იყოს ორიგინალი. პარკეტი მაინც ცოტა ისეთია რა. მოსავლელად. დროთა განმავლობაში მე როგორც ვიცი, მაინც ჭირდება. რაღაც და მეტლახი თან მithumetes შენთან სადაც ვინმეს ფეხი წაუვარდება შენთან ჩემი ჩათვლით სადაც ვინმეს ადბე ფეხს წამოკრავ შენთან ვარდება და ანუ ეგეთ სიტუაციაში პარკეტი იყო გეხვეწები სისულელია შენ შემოგევნე მე შენთვის გეუბნები დე თორე გავიდით ბოლოში ეს დაყენდება ესეც გამწოვი. ან ფაქტობრივად გარედან საერთოდ არ ჩანს რომ გამწოვია. ესე ეგ კარგია. ჭურჭელას სარეცხი, რა ქვია ბაუფი. ეს როგორი ფირმაა მითხარი გვანცა? ეს იაფად არის, ხო? აბა მიდი გავაკეთოთ უფასო რეკლამა. ქუჩა არ ვიცი რომელ ქუჩაზე, ან დიღომში. ტოიოტას გზა ვინც იცის, ტოიოტას გზაზე არის. ხო. გერმანული საწყობის მაღაზია ესე ქვია. არის იაფად და კარგი ხარისხის რაღაც. აი სადღაც 1000 ლარიან სიყიდი, ალბათ 700 ლარში, 600 ლარში. რაღაცა უმნიშვნელო შეიძლება ნაკაწრი კონდეს, ოდნავ შეიძლება არც კონდეს, მაგრამ შეიძლება კონდეს. ერთი პატარა ნაჩხაპნი, ნაკაწრი, ან ოდნავ შეღუნული რაღაცა უმნიშვნელოდ ისე რომ თუ არ იცი შეიძლება სულაც ვერ შეამჩნიო, აი ამის გამო. ამას რა ქონდა ახლა დეფექტი მაგალითად? არაფერი დეფექტი არ ქონდა, უბრალოდ დაგჭირეს. ხო, ამას არაფერი არ ქონდა. ანუ ესეც არის რა, არაფერი შეიძლება არ სჭირდეს. ესეც ხო, მაცივად პაიკლი და მიჭირს გაღება. დიეტა. რა ღირდა ეს მაცივად? ძალიან ჟირებები და ჩასაშენებელი, აი 2500, 3000. ეს ამაში მეცით 1500. 1500 ლარად? რა ბრენდია ეს ბაუფი არ არის? არა, როლექსი. პასუხის გებლები აბსოლუტურად. გარანტია აქვს, ხო? გარანტია გვაქვს ისეთი, რომ 3 წელიწადში ნებისმიერი რამე, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, რო გაუფუჭდეს. ცვლია. ჯერ აკეთებენ და თუ არ გაკეთდა, ეს არის ელექტროლუქსი. A+ ხარისხია. ძალიან კაი. всё, ეხლა მე გამოვალ, გაგეცლები. რამე ხრჩება, არაფერი აღარ ხრჩება. ფეხებში აღარ მოგედები და გაშრეს პარე. ახლა მივალ.
ცოტა ხანი შევისვენე, ფეხლა დიდადავით დაუღლილი ვარ. გვაცა გაწყდა ძირითადად წელში. ყავას მივირთმევ და მე წავიდე და მივხედო საყელს. მაიმე რა კარგია, და ჩემ ლოგინში დავიძინებ. მუშათა კლასი. მოხალისეთა ბანაკი და მუშათა კლასი. ამბოლდერეფანი აქვს. აი ასე გადაიარა ამ ამბებმა და ასე დასრულდა ჩვენი ვლოგიც. შემდეგში უკვე ჩემი სახლიდან დაგიბრუნდებით. ალბათ ჩემი სახლის დალაგების ვიდეოთი, რადგან უფრო მეტად ეგ ვიდეოები მოგწონთ და გიყვართ. დღეს კი ამით დაგემშვიდობებით.